ახლა კულტურული სიახლეების დროც დადგა საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მე-6 საავტორო სკოლასთან არსებულ ბავშვთა შერეული გუნდის წევრებს, პატარა გეორგიკას წევრებს უმასპინძლა და ესპანეთში ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა. 2015 წლის ნოემბერში გუნდი პატარა გეორგიკა ქალაქ ლორეტ დე მარში საერთაშორისო ფესტივალ კონკურსის The Place of Holiday პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. კულტურის სამინისტროში ჩვენ მასპინძლობთ მე-6 საავტორო სკოლასთან არსებული გუნდის პატარა გეორგიკას წევრებს, რომლებმაც სულ ცოტახნის წინ დაბრუნდნენ ესპანეთიდან, სადაც მიიღეს მონაწილეობა მუსიკალურ ხელოვნების და მუსიკის ფესტივალ კონკურსში და გაიმარჯვეს პირველი პრემიის ლაურეატები გახდნენ და ჩვენ არ შეგვეძლო პირადად არ მიგველოცა მათთვის. პატარა გეორგიკა მე-6 საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი პატარა გეორგიკა იმყოფებოდა ესპანეთში საერთაშორისო კონკურსზე. რასაკვირველია, ნებისმიერი კონკურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის და მათი მუსიკალური და პიროვნული ზრდისთვის, იმიტომ რომ ეს არის თავდადებული შრომა და მზადება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ეს ზრდის კონკურსზე მე რა როგორ მოხდება, უკვე იღბალიც ერთვება ამაში და კონკრეტულად ერთი შემთხვევა არის, მაგრამ დონე მთლიანობაში ძალიან იწევს გუნდის და თითოეული მონაწილის და მომღერლის.